დღე მშვიდობისა ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ვართ? ეხლა მოვიმზადოთ ჩაი, ყავა, ეხლავე მოვალ მეც უნდა მოვიტანო ჩემთვის ყავა. ჩემო მეგობრებო, მოიმზადეთ და დავჯდეთ, ჩავუსხდეთ, ეხლავე მოვალ. მოვედი, ჩემო მეგობრებო. ყავა. ყავის გარეშე ჩვენი ჭორაღობა არ იქნება. აბა როგორ ვართ? როგორ მიდის დღე? როგორ დაიწყო დღე, მეგობრებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. ხო. მოდი ავანთოთ სანთელიც. თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტებსაც, რადგან ენერგია უფრო და უფრო კარგად წამოვიდეს და დავიწყებთ, მეგობრებო. აბა როგორ ვართ? რა ხდება თქვენთან? ქუცურასთან რა ხდება, მეგობრებო? წუხელ შევედი საიტზე, შევედი ინსტაგრამზე, მეგობრებო, და აღარ დამხვდა მეგობრობა გამოგზავნილი. აელაგებინა, ჩაელაგებინა თავის ხურჯინში და გაუყვა გზას. აი ასე. ხო. აი ასე, მეგობრებო. კი ბატონო. როგორც მოძუნძულდა, ისე წაძუნძულდა. ხო. რომ არ მივაქციე ყურადღება, ადგა და წაბძანდა. აბა რა ეგონა ვაჟბატონს, თუ ქალბატონს. გამარჯობა. გაიხარე იუზერ, მეგობრებო, ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კარგად. გაიხარეთ, მიხარია თქვენთან ყოფნა, კი, მეც. ბედნიერი დღე ყველას, რა თქმა უნდა, ჩვენთან ცოტა გამოიდა რა. კი ბატონო, მზე გვაქვს დღეს და ხვალ. სავარაუდოდ მზე გვაქვს. ხო. ასე რომ, მეგობრებო, რაღაცა იქნება. ყველაფერი ხდება რაღაცისთვის. არ ვინერვიულოთ, მთავარია. ხო? არ უნდა ვინერვიულოთ, მთავარია, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ უნდა ვინერვიულოთ. იმიტომ რომ ნერვიულობა კარგს არაფერს მოგვიტანს. რაღაც ასე არ ჩანს. ხო, მეგობრებო, რაღაც არ ჩანს. ესეც ასე. ჩვენი ჯგუფის წევრები დღეს რატომღაც იგვიანებენ, სად არიან არ ვიცი, მაგრამ კარგი. მოდით ახლა მე დავიწყებ, მეგობრებო. დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ, არაფერზე არ იფიქროთ, არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ. ყველაფერი მივანდოთ უფალს და ნახოთ რა არის დღეს. დღეს რა იქნება. რა თქმა უნდა, ნუცა. რა თქმა უნდა. მე დავიწყებ თქვენი ენერგიების წაკითხვას. აი დღევანდელი თქვენი შემართება მაინტერესებს მე. თქვენით დავიწყებ. ვინ ხართ თქვენ? თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი შემართება. აჰა, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თხოვთ ყველაფერს. მოდი ასე ვიტყოდი, გამოცდას უწყობთ საკუთარ თავს. კი, ამას აკეთებთ თქვენივე ხელით, თქვენივე სურვილით, თქვენივე გულით და თქვენივე მთელი ამბით მოკლედ. ბევრი თქვენთაგანი ძალიან ბევრ ნეგატიურ ფიქრებში იმყოფება, რაღაც ცუდი ფიქრები გაწუხებთ, ეს გაყენებთ ძალიან დიდ ტკივილს, მაგრამ მაინც ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროთ. ძალიან კარგია, მეგობრებო. ძალიან კარგია, კი. ძალიან თავდაჯერებულები ხართ ამავე დროს, ძალიან გჯერათ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, სხვანაირად საკუთარ თავს გამოცდას ვერ მოუწყობთ.
მოკლედ ეხლა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში ეს არის თქვენი გარდასახვა, რეინკარნაცია. აი ამ იმას გადიხართ ეხლა კი, ეხლა უფრო მეტად აფასებთ საკუთარ თავს, უფრო მეტად უსმენთ გულს, ალბათ გულის კარნახს, აი თქვენ შინაგან მეს, მოდი ასე ვიტყოდი. კი, ძალიან ბევრი იმედი გაქვთ, ძალიან ბევრი ბრძოლები გაქვთ, მაგრამ სიმშვიდის მოყვარული ადამიანები მიყურებთ, თუმცა ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრს ბრძოლობთ, მეგობრებო. ხო, ესეთია თქვენი ენერგიები. ვიცით ალბათ, ხო? საჯარო ლაივი გვაქვს კითხვების გარეშე, მეგობრებო, ასე რომ შეგიძლიათ მხოლოდ მოусმინოთ ჯერჯერობით თქვენს ენერგიებს. კიდევ თქვენი ენერგიები. კი, ძალიან ბევრი აწარმოებთ მოლაპარაკებებს. ტელეფონით თუ სოციქსელებით თუ რითითაც ძალიან ბევრი საუბარი გააქვთ ვიღაცებთან და რაღაცის თაობაზე. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივად პარტნიორი, დედმამიშვილი და ასე შემდეგ. არ ვიცი, წარსული ფიქრებიდან გამოსვლა გინდათ, მეგობრებო, და გინდათ რომ დაიფიცოთ, რომ უკვე წარსულში აღარ დაბრუნდებით. აი იფიცებთ რომ წარსულში აღარ დავბრუნდებიო, მეგობრებო, იფიცებთ, კი, ბევრი რაღაც აფირმაციებს აკეთებთ, ძალიან ბევრი თქვენთაგანი აკეთებთ ამისთვის აფირმაციებს. წერილობით აფირმაციას აკეთებთ, რაღაცას უშვებთ წერილობით, ამ ყველაფერს მე რას აკეთებთ, არ ვიცი, ზოგი წვავთ, ზოგი ხო, ხვდებით ალბათ, ხო, რასაც გულისხმობ და აი ესეთ რაღაცებს აკეთებთ ძალიან ბევრი კი. ბევრს კიდევ ღიმილი გაქვთ დღეს რა, აი ამ წუთას ვიღაცა იცინის. ძალიან კმაყოფილია რაღაცით, რაღაც გაგებული ამბავით, თუ რაღაც საოცარი რაღაცით, რაღაც მოხდა ისეთი, უცებ შეიძლება რაღაც მოხდა ისეთი, რამაც აი ესეთი ბედნიერება მოგანიჭათ, მეგობრებო. კი ბატონო. ან უახლოეს მომავალში გექნებათ ესეთი ღიმილიანი სახე. ძალიან საინტერესო იქნება, თუ კი გამაგებინებთ რა მოხდა, მეგობრებო. რასთანაა დაკავშირებული ეს თქვენი ბედნიერი ღიმილი? აი, ცრემლების მოსვლამდე გექნებათ ეს ღიმილი, რაღაც დიდი ბედნიერება გექნებათ, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ კი ბატონო, კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, აი გაქცევა, მოკლედ დარდიდან, ტკივილიდან, დაღლილობიდან და ეუბნებით არას ამ ყველაფერს. რასტაიანი კი ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უკვე ჩააბაროთ წარსულს. ძალიან კარგი. კიდევ თქვენი ენერგიები, კი, რთულია მესმის მეგობრებო წარსულიდან გამოსვლა, მაგრამ უნდა ეცადოთ, შეეცადოთ უნდა. ვიცი რომ რთულია, ეს ადვილი არ არის, ეს დღეს და ხვალ არ ხდება, მაგრამ თქვენ რაც შეგიძლიათ არის ის, რომ ეცადოთ უნდა შეეცადოთ. კიდევ თქვენი ხო, აი მეგობრებო, აი ნახეთ ეხლა, ნახეთ რა ხდება. იმას რომ თქვენ ამ ყველაფერს შეეცდებით და გაუშვებთ, იმას რომ თქვენ იქნებით ბედნიერები, აი ესეთი ღიმილიანი და ბედნიერები, ეს არის თქვენი სრულყოფილების გასაღები. მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს არავის არ უნდა უთხრათ. ძალიან მალე იქნება ეს, ძალიან მალე. დღეს თუ ხვალ მოდი ასე ვიტყვი. იმიტომ რომ არავის არ უნდა უთხრათ, თუ გინდათ რომ აი ზუსტად აი ეს ბედნიერება არავის არ უთხრათ. მეგობრებო, რაღაც დიდ სიხარულისკენ ხართ ახლოს, დიდ სიხარულთან ხართ ახლოს და ეს არავის არ უთხრათ. სხვათა შორის ეს ძალიან ხშირად ამოდის ამ ბოლოს, თუ ხართ დაკვირვებულები, ვინც რეგულარულად უყურებთ ჩემს ლაივებს, ხშირად ამოდის ეს კარტი, მეგობრებო. ძალიან ხშირად. ამიტომ თქვენი ბედნიერება არავის არ უთხრათ, მეგობრებო. ხო. ესეთ იყო თქვენი დახასიათება. სხვათა შორის ძალიან კარგ ენერგიებში ხართ, მინდა გითხრათ. კი ბატონო. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, თუნდაც იმ ერთი ლაიქისთვის, რასაც მე მიტოვებთ, მეგობრებო. თითქმის ყველა კი ბატონო, ყველაში ამოდის. კი. აბა როგორ ვართ? როგორ გათენდა დღე? როგორი ბედნიერი დღე გაგითენდათ, მეგობრებო? უფალს მადლობა, რომ თვალები გავახილეთ. ვისთან მზია, ვისთან წვიმა, მაგრამ არა უშავს ბუნების მოვლენა ესეთი. გაიხარეთ, თქვენც ასევე ბედნიერი და ნაყოფიერი დღე ყველას, მეგობრებო.
ყველას. მოდი ეხლა, რადგან ძალიან გვაინტერესებს ჩვენი პარტნიორი. ჩვენი პარტნიორი მეგობრებო, გაიხარეთ თქვენც ასევე. აი რა ხდება მასთან? აი რა ხდება თქვენს პარტნიორთან მეგობრებო? თქვენი პარტნიორი როგორაა? გადართულია რაღაც თავის საქმიანობაზე, თითქოს რაღაც სერიოზულად ფიქრობს თავის გრძნობებზე, თავის ემოციაზე, თავის ცხოვრებაზე, მოდი ასე ვიტყვი. ეს ადამიანიც იმყოფება რაღაც გარდა სახვის პერიოდში, არა მარტო თქვენ ისიც ესია მეგობრებო, თუ დააკვირდებით თქვენი ენერგიები ხშირად ემთხვევა მის ენერგიებს, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, როგორც თქვენ ხართ დაახლოებით ესევეა თქვენი პარტნიორიც. კიდევ მისი ენერგიები კი ძალიან ბევრი ბრძოლები აქვს იმასთან დაკავშირებით, ნახეთ თქვენვიდან, რომ ადამიანები ძალიან ყოფენ ცხვირს მის ცხოვრებაში, მოდი ასე ვიტყოდი. კიდევ რა არის აქ? აქ არის სამართლიანობა. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ იყოს სამართლიანი ურთიერთობაში. მე არ ვიცი ხა თქვენ შორის რა ხდება ამ გადასახედიდან, მაგრამ ძალიან უნდა რომ იყოს სამართლიანი. ეს ადამიანი ძალიან მომთხოვნია საკუთარ თავთან, აი ისიც არავის არაფერს არ ეუბნება. და ამბობს რომ არავის არაფერს არ ვეტყვი, იმიტომ აღარ ამბობს არაფერს მეგობრებო, რომ ძალიან ბევრი ერევა თავის ცხოვრებაში და აღარ ამხელს თავის მიზნებს, ოცნებებს, ფიქრებს, მოქმედებებს არავის აღარ ეუბნება, ამიტომ ერთადერთი რასაც ფიქრობს თქვენი პარტნიორი არის ის, რომ სამართლიანად მოვიქცევიო ამბობს, სამართლიანად შევასრულებ ჩემს დავალებებს, ჩემს გამოცდილებას სამართლიანად გავივლი, მე ამისთვის ძალიან ბევრს ვიბრძოლებ, თუნდაც საკუთარი ხელებით ამბობს და ამ ყველაფერს არავის არ ვეტყვი. აი ნახეთ, ისიც თქვენსავით ენერგიებშია. უბრალოდ ეს ადამიანი თქვენზე უფრო მეტად ჩაკეტილია და არ ამბობს არაფერს. აი ზუსტად. აი ხო ხედავთ მეგობრებო, ხო ტყუილად არ ამოდის რაღაცეები, ხო არის რაღაც ისეთი წუთები, რომ უცებ გადაიხარხარებთ. კი ბატონო, ამიტომ თქვენი პარტნიორი არავის არაფერს არ ეუბნება, არც ხარხარებს, არც ტირის, არც მოთქვამს, უბრალოდ თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ერევა. ამ ყველაფერზე ძალიან ფიქრობს, ამიტომ ამბობს, რომ არავის არაფერს არ ვეტყვი და ამ ყველაფერს რაც მე მინდა გავაკეთებ ჩემთვის ჩუმად წყნარად. ამიტომ ესეთი მოკლე დახასიათება აქვს თქვენს პარტნიორს. ესეთ ენერგიებშია, თუმცაღა სამართლიანად. საინტერესოა, ეხლავე გავარკვევთ, როგორია მისი სამართლიანობა. ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჭიკჭიკი თქვენმა პარტნიორმა და ძალიან მაინტერესებს თუ როგორია მისი სამართლიანობა. მოდი ეს იყოს ჩვენი დღევანდელი თემა, რადგან მან ასე აღიარა მეგობრებო, აღიარა კი არა და ხო გვითხრა რა, რომ თითქოს სამართლიანობა. ხო, რა დღეშია ბიჭი. თამარის არ იყოს, რა დღეშია ბიჭი. რა დღეში შეიყვანეთ ბიჭი. ადამიანი, ქალი, ბიჭი, რა ვიცი. ხო, როგორია მისი სამართლიანობა მეგობრებო? საინტერესოა. აი ასე, ხო, ანა მარია გეცინება, ხო? გეცინება სასაცილოა ზუსტად. მეგობრებო, იმედია ყავა გაქვთ. იმედია ყავა გვაქვს. მე დილით უკვე ერთი დალეული მაქვს, მაგრამ მაინც მაგას ვაჭიკჭიკებ თუ კარგად არ მოიქცევა ხა. მოდი აბა ვნახოთ. ჩვენი მეგობრებო, კარტი არ მქონდა გადაჭეხილი და აი მისი სამართლიანობა. აი მისი სამართლიანობა, კარტები არც გადამიბრუნებია, არც გადმომიბრუნებია, სწორ მდგომარეობაშია. მოდი დავტოვოთ ასე და ვნახოთ ეხლა, რადგან ესე მოხდა, ასე იყო საჭირო. სიყვარულზე საუბრობს მეგობრებო, მისი სამართლიანობა გამომდინარეობს იქედან და მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ იყოს სამართლიანი. სამართლიანი ქორწინება, სამართლიანი ნიშნობა, ჯვრის წერა, პარტნიორობა, ურთიერთობა, ეს ყველაფერი უნდა სამართლიანად თქვენთან.
ხო, ჭიკჭიკებს პირველი სიტყვა ჭიკჭიკით. ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენ ხართ მისი უფლის წყალობა, თქვენ ხართ მისი უფლიდან ბოძებული დიდი სიყვარული, რომელიც მას გააჩნია. ეს ადამიანი ამბობს, რომ ორივედან არის ეს სიყვარული, ორივეს გიკავიათ, რო იტყვიან ემოციის ჭიქა, ორივეს გააქვთ ემოცია ერთნაირი, ამბობს, ყოველ შემთხვევაში მას ასეთი სურვილი აქვს. და ძალიან უნდა იყვეთ, მას უნდა რომ იყოს გაგება ურთიერთობაში და პარტნიორობა. ძალიანაც კარგი. დიდი სიყვარული. მისი სამართლიანობა. დიდი სიყვარული მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან დიდი სიყვარული აქვს. კი ბატონო. მოდი იყოს ეს 100. ხა, კიდე. როგორია მისი სამართლიანობა? ძალიან ბევრი ტყუილები იყო თქვენ შორის. მოდი ვიტყვი ამას, ხო, ეს შეიძლება მოდიოდა მისგან მოდიოდა, შეიძლება არა, მისგან მოდიოდა. ამიტომ ეს ადამიანი იმყოფება ეხლა მთვარეში. ნახეთ, მეგობრებო, რა კარტები ამოდის. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ მიყვეს სამართლიანი, უნდა რომ აიღოს პასუხისმგებლობა. კი, მეგობრებო, თქვენ ამას ელოდებით. თქვენ მისგან აი ამ პასუხისმგებლობას ელოდებით. ეხლა არ მითხრათ, რომ არაო. არ დამიწეროთ, იმიტომ რომ არ დავიჯერებ. ნუ აქამდე ელოდებოდით, ეხლა ახლანდელი არ ვიცი, მაგრამ აქამდე ელოდებოდით, მეგობრებო, კი. ძალიან ბევრი იბრძოლეთ ამისთვის, რომ ეს ადამიანი აქამდე მოსულიყო. ანუ თქვენი ბრძოლა რაში მდგომარეობდა? იმაში, რომ აი ესე იყავით და არაფერს არ აკეთებდით. ეს იყო ზუსტად ბრძოლა. არაფრის კეთება ნიშნავს ყველაფრის კეთებას. აი ესე არაფერს არ აკეთებდით და იჯექით. ეს არის ზუსტად ის გადადგმული ნაბიჯი. როდესაც არაფერს არ აკეთებ, მაშინ აკეთებ ყველაფერს, მეგობრებო. მიხვდით ხო რაც ვთქვი? იმედია მიხვდით. ხო. აი ნახეთ? როდესაც არაფერი გააკეთეთ და თქვენთვის იყავით ასე, აი მისი ნაბიჯები მეგობრებო. აი ზუსტად ეხლა ელოდეთ მისგან ამ ნაბიჯებს. აი ელოდეთ მისგან ამ სამკუთხედებიდან გამოსვლას, გამარჯვებას. ეს არის თქვენი გამარჯვება. თქვენ ამ ყველაფერს აღნიშნავთ, მეგობრებო. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ხო, მოვა ოჯახისთვის, მოვა ხვავით და ბარაკით, მოვა მეგობრებო, მოვა, არსად არ წავა. არსად არ წასულა ეს ადამიანი აგერა. თქვენს გვერდითაა. ხო. აი წუხელ შევედი ინსტაგრამზე მეგობრებო, ხო გეუბნებით. გუშინ ხო იყო გამოგზავნილი ვნახე. საღამოს შევედი და აღარ იყო საიტზე. საიდან სად წაიღო მისი გამოგზავნილი მეგობრობა, ჩაიძო ჯიბეში და გაიარა და წავიდა. აღარ ჩანდა არცად მეგობრებო. გაქრა, დაიკარგა. დაახვიაო რო იტყვიან. რო არ ვუპასუხე, რო არ მივაქციე ყურადღება, რო არ საერთოდ გავაგებინე ის რომ მე იქ ვარ თუ აქ ვარ. ხო გითხარით, გუშინ დამიქნია ხელი აქ ვარ, აი ეს იყო მისი გამოჩენა ჰორიზონტზე. წუხელ შევედი და აღარ იყო. სად წავიდა, არ ვიცი, წავიდა. იმის იქეთ. მანიპულატორი. აბატონო, ეს არის ადამიანი მანიპულატორი, რომელიც აგრძელებს ამის მანიპულაციებს მეგობრებო. მოვა, წავა ისევ და ასე. ხო. აქვს მავნე ჩვევები, აქვს ოქროს ხელები, აქვს ტყუილების გუდა, კიდე მოდებული ზურგზე, რომელშიც მეგობრებო ძალიან ბევრი მანიპულაციები უწყვია. აი ის გუდა, რომელიც აქვს მას მოკიდული. აი ის გუდა, ზუსტად, ტყუილების გუდა. ხო, კიდევ რაო. თუმცა სიყვარული აქვს, მაგრამ თავისებური ვაღიარებთ. რომ რაღაცნაირი თავისებური სიყვარული აქვს მეგობრებო. სასწაული თუ გინდოდეს. კიდევ ტრანსფორმაცია აქვს ამ ადამიანს. უყუროთ ახლა რა მოხდება აქ მეგობრებო. ამ ადამიანს ეს თავისი მანიპულაციები, ამ თავისმა მანიპულაციებმა იმდენ დანაკარგებში შეიყვანა მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი ნაწილობრივ დანაკარგები. ქონების, ცხოვრების, მემკვიდრეობის, სახლის, სიყვარულის, ურთიერთობის, ანუ ხვდებით ხო, ყველაფრის დანაკარგი. ხო, მოდი მორიელ, მოდი. ამიტომ მეგობრებო, ეს თქვენი პარტნიორი იმდენ დანაკარგებში გადავა ეხლა თუ არა, ჯერ კიდევ გადასული, ხო? ძალიან დიდად მოიყრის ეს დანაკარგები თავს, ამიტომ ტრანსფორმაციაში გადავიდა და ეხლა ხვდება და ეხლა მიხვდება თუ რა დაკარგა, რა დააშავა, სად დააშავა, ვინ უნდა გაუშვას, ვინ უნდა დაარჩეს მის ცხოვრებაში, სად უნდა გადაუხვიოს და მთელი რიგითი ეტაპები აქვს გასავლელი თქვენს პარტნიორს. ეს არ იქნება ადვილი, ეს არის ყველაზე ურთულესი გზა მის ცხოვრებაში.
ეს არის ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც მას ეწვია მეგობრებო ამ ტრანსფორმაციაში. ჯერსა და, რა თქმა უნდა, ჯერსა და. ხო, აბა თურმე. აქამდე რო ქონდა გაორება. კი თუ არა? მინდა, ჯერ მინდაო, მერე არ მინდაო. ან კი მინდაო, ხან არ მინდაო. ხან ზევით, ხან ქვევით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხან წავალ, ხან მოვალ, ხან ის, ხან ეს, მეგობრებო, ხო? მერყევი ხასიათი ქონდა აქამდე, აი ამ ყველაფერმა მოუტანა ტრანსფორმაცია. ხო, ძალიანაც კარგი. ხო და გაგლიჯათ ნერვები და ხო გაცვათ ჯვარზე და შამფურზე და ხო დაგწვათ ცოცხლად მეგობრებო, ხო და ეხლა უყურეთ მის ტანჯვას თქვენ. მე არ ვიცი ხა რამდენად გაგიხარდებათ, მაგრამ ტრანსფორმაცია ტანჯვაა ნამდვილად, ეს გზა მან უნდა გაიაროს. არც გაიფიქროთ, რომ დაეხმაროთ და შეუმსუბუქოთ ეს გზა მას, თორე თქვენ უარეს დღეში ჩავარდებით მეგობრებო. იცოდეთ. თუ აგვიანებს უნდა დაახვევინო ზუსტად. ხო, ის გზა უნდა გაიაროს, რაც თქვენ გაგარონიათ ამ ადამიანმა, რაც თქვენ გაგატარათ. ხრელი ხო გაგატარათ ჯოჯოხეთის მეგობრები, ეხლა მან უნდა გაიაროს. ძალიან ბევრ მეგობარს დაკარგავს, ბევრი ახლობელი წავა მისი ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი შეაქცევს ზურგს ამ ადამიანს. აი მარტო უნდა დარჩეს. ხო. მარტო უნდა დარჩეს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მიხვდეს თქვენი ფასი. ამიტომ უნდა დარჩეს მარტო. ყველამ უნდა შეაქციოს ზურგი მეგობრებო. თუმცა იცის უკვე შეიძლება ამ ეტაპს გადის უკვე მეგობრებო. იმიტომ ამოვარდა ეს პირველი კარტი, ამოვარდა სიყვარულის. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი დაკარგა და მიხვდა უკვე ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ და ამიტომ ამოვარდა პირველი ეს კარტი. ამ ადამიანს თქვენთან უნდა ნიშნობა, ქორწინება, ჯვრისწერა და სამართლიანობა. თქვენ არ გისმენიათ, ძალიან მოკლე იყო მისი სიგნიფიკაცია დღევანდელი ენერგიები, მეგობრებო, ამიტომ გეტყვით იმას, რომ თავიდან როდესაც მოусმენთ, მიხვდებით ახლა მე რასაც საუბრობ. მისი დახასიათება იყო ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი. კი ბატონო. აი რო იტყვიან გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. ხო, მერმიდელი აღარ მახსოვს. შაირიაო, რაღაც არის მერე ნათქვამი. კარგით, კიდევ რას გვეტყვის? ყავა უნდა მოვსრუპო მეგობრებო. რა ბავშვი, მორიელ, რა ბავშვი, რომელი ბავშვი? რომელი ბავშვი? აორთქლდა მისი ხურჯინიანა წუხელის. რომელი ბავშვი მორიელ? კარგით, როგორია მისი სამართლიანობა კიდევ მაინტერესებს. ბრძოლა, მისი სამართლიანობა ბრძოლა, მისი ცხოვრება ბრძოლა უკვე. იბრძვის უკვე ეს ადამიანი, ძალიანაც კარგია. ხო, იბრძვის იმაზე თუ საიდანაც წავიდა და რატომ წავიდა, ამას ფიქრობს ახლა. რატომ წავედი? ხო, წავედი ფულისთვის. ნახეთ როგორ ჭიკჭიკებს. კიდევ რისთვის წახვედი? წავედი მოულოდნელად. კიდევ რაო? წავედი ბალანსისთვის. ხო და როგორც წავედი, ისე მოვალო. მეგობრებო. ხო, როგორც წავედი, ისე მოვალო. მოდის. მოდის მეგობრებო. ეს ადამიანი მოდის. თქვენ გინდათ, არ გინდათ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თვითონ მოდის. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მიიღებთ თუ არა, მხოლოდ. ხო. საიდანაც წავედი, იქ მოვიდე უნდა ვამბობს. იქ უნდა დავბრუნდეო, აი ნახეთ მეგობრებო. ხედავთ ხო? მეგობრებო. როგორც წასვლით გამახარე, ისე მოსვლით გაგახარებ. არა, როგორც წასვლით, როგორც მოსვლით გამახარე, ისე წასვლით გამახარეო. ეხა ხო ანათქვამი, ეხა პირიქით იქნება მეგობრებო. ხო, ნუ რა ვქნათ. კარგით, რომ მოვარაო. ნუ რაცო კი ვიცით აგერა, მაგრამ ნუ მაინც რაო რომ მოვა. ხო, უკან არ დავიხეო ამბობს მეგობრებო. იცით რას ამბობს? ამბობს იმას, რომ ამ ურთიერთობაშიო მეო ენერგიას ჩავდებო. ჩვენი ურთიერთობაო არის დაპაუზებულიო. მე მინდა რომ ეს ურთიერთობა მალეო გავაახლოთო. ზღაპრების ყოლა დავიწყე. ოღონდ ცოცხალი ზღაპრების მეგობრებო, ისეთი არა ჩვენ რო გვიყვებოდნენ ბავშვობაში. ხო და მეგობრებო, ურთიერთობა არის დაპაუზებულიო, ამბობს, ძალიან მინდა, დაგეხმარო, გვერდით დაგიდგეო,
ანუ ორგანიზაციას ვუკეთებ ამ ყველაფერსო ამბობს მეგობრებო, ეხლა ყველა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, თუმცა ეს არის პლატონური ურთიერთობა მანძილზე, ურთიერთობა მეგობრობა თუ სიყვარული მანძილზე, მეგობრებო, ძალიან რთულია. ეს არის ჯოჯოხეთი. ხედავთ ხო თქვენს წინ აგორ ამოვარდა. მოვალ სიყვარულით, მოვალ ურთიერთობაზე მუშაობით, მოვალ ფინანსებით, რომ დაგეხმარო. ბატონო. ხო. საინტერესოდ ჭიკჭიკებს, რა საინტერესოა. ხა, ეს ქალბატონების შემთხვევაში ვსაუბრობ ამას. მამაკაცებმა შემოატრიალეთ, ასე უნდა თქვენ პარტნიორს. ასე გეტყოდით უფრო ადვილად. მამაკაცებო, თქვენ შემოაბრუნეთ თქვენი სიტუაცია და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, ხო? ეს უნდა რომ თქვენ თქვენს ქალბატონთან მიხვიდეთ, აი ესეთები. ხა. აბატონო, სიყვარული, ემოცია, ნიშნობა, ქორწინება, განახლება ურთიერთობის ან მეგობრობის, რაც გქონდათ წარსულში, როგორიც გქონდათ წარსულში იმ სიტუაციის გაგრძელება. მე არ ვიცი რა გქონდათ. თქვენც ხო იცით რაც იყო? მეგობრობა იყო, მეგობრობის გაგრძელება. აი, ზღაპრების მოყოლა იყო, ამ ზღაპრების გაგრძელება. ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნა ეხლა, ნუ მომიტევეთ, მაგრამ აი ისევ იმ რაღაცით, ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანს ძალიან ენატრება ის, ხო, თუნდაც ის სიყვარული, თუნდაც ის მეგობრობა, თუნდაც ის მხიარულება, სტაბილურად იყო თქვენთან. აი, სულელი, ახლა მეტი რა შეიძლება იფიქრო ამ ადამიანზე, ეს არის სულელის არკანი, ტაკი მასხარა. აი ამ გუდაში აქ თავისი სიცილხარხარი ჩადებული ამ ადამიანს დასჭირდება ამოიღებს, დასჭირდება ჩადებს და გაუყვება გზაზე. აი ესე იყო ზუსტად. წუხელ შევედი საიძე და აღარ დამხვდა მეგობრებო. ის თავისი გამოგზავნილი მეგობრობა გამოხოვული ქონდა ამ გუდაში და გაუყვა თავის გზას. ხა, აი ესე დებილივით, სულელივით მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის. უმორჩილესად მაპატიეთ, ხა. წავიდა ფინანსებისთვის ისევ, გააგრძელა გზა. გააგრძელა თავისი ოცნებები, თავისი სურვილები, აგრძელებს ამ ყველაფერს ეს ადამიანი. თქვენ შემთხვევაში ძალიან სწამს თქვენი, სწამს ამ სიყვარულის, სწამს ამ ურთიერთობის, კი, აუცილებლად მოვა ეს ადამიანი და შემოგთავაზებთ დახმარებას, გვერდში დგომას, ფულად საჩუქრებს, არ ვიცი რა გჭირდებათ, რაც გესაჭიროებათ, რასაც ელოდებით ამ ადამიანიდან, იმას. აბატონო, ელოდეთ მისგან ამ ნაბიჯებს. ოხ, ელოდეთ მისგან ოჯახობას. თქვენ ამ ყველაფერს ელოდებით, მეგობრებო. ელოდებით. ხა, ვინ რას ელოდებით, ეხლა მე არ ვიცი, მაგრამ სულ გახყურებთ მის გზას, მეგობრებო, ზიხართ და ესე გახყურებთ მის გზას. ელოდებით. ხა. თქვენ ხართ თქვენთვის წყნარად დამჯდარი, თქვენი პასუხისმგებლობით, თქვენი ცხოვრებით, თქვენი ყველაფრით და ელოდებით ამ ადამიანს, თუმცა ძალიან დაიღალეთ, მაგრამ თვითონ უარეს დღეშია იცოდეთ. ეს მისი მდგომარეობაა. ხო. ეს არის მისი მდგომარეობა. რა ქნას ახლა? დააშავა და კი ხვდება რომ დააშავა, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვს, ხო, რომ დააშავა, აი იმიტომ აქვს ახლა ეს კოშკი, ნგრევები. ვერ ხდება რა გააკეთოს. გააკეთოს მოგწერთ მეგობრებო. ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და მოგწერთ. მოგწერთ იმას, რომ როგორი კარგები ხართ, როგორი მშრომელები ხართ, თავჩახრილი რო შრომობთ, მას კი არ ელოდებით. მოგწერთ იმას, რომ დასვენება უნდა სადღაც წასვლა თქვენთან ერთად. ძალის მოკრება უნდა ამ დასვენებაში და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა. ხა. გადაწყვეტილება თქვენზე იქნება. გადაწყვეტილება იქნება თქვენზე, თქვენს პარტნიორზე კი აღარაა გადაწყვეტილება, ეხლა გადაწყვეტილება თქვენზეა. გინდათ უკვე ეს ადამიანი ამდენი ხნის მერე, ამდენი ამბის შემდეგ, კიდევ გიყვართ? ისევ გინდათ? გინდათ ისევ მასთან, მეგობრებო, საკუთარ თავს კითხეთ, ამად ღირდა? ამდენი გულის ტკივილად ღირდა ეს ყველაფერი? ეს დაგავიწყდებათ, განკურნება მოვა თქვენთან ამის შემდეგ? ამას დაივიწყებთ თქვენ ამ ამბავს? მისგან ამდენ ტკივილს დაივიწყებთ? ვისთან ღალატი? ვისთან რა და ვისთან რა? მინდა და მაგაზეც მეშლება ნერვებიო. გინდა ესე იგი. და მაინც გეშლება ნერვები. ესე რადგან ნერვები გეშლება, ხვდები რომ არ უნდა გინდოდეს.
ხო. რა ამბავია რა ხდება აქანე? აქანე ხდება იგი. ხო. მოვა კი? მოვა, აუცილებლად მოვა და შეგიძლია მე ეს კომბალი ასე დაუშხუილო თავზე და გაამწესო იქით. ხო. გითვალთვალებთ, მეგობრებო, არ იფიქროთ, რომ სადმე წასვლილია. ეს ადამიანი ეძებს გამოსავალს, თქვენთან მოსასვლელს. თუ რომ მოვიდეს, რა გააკეთოს, ან როგორ მოვიდეს. ან რა გითხრათ, რომ მოვიდეთ. უნდა ერთია, კი, პირველი კარტი ეს ამოვარდა. ეს იყო პირველი კარტი, რაც ამოვარდა. ხო, წარმოიდგინე კი, მეტი გზა არ გვაქვს. უნდა წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, ჯერ რა მოყვება ამ ყველაფერს. ხო. თუმცა ხუმრობით გაატარეთ ეს ყველაფერი. ნერვი არ აიშალოთ, ისე გაატარეთ. ხო. აი ესე გიყურებთ შორიდან და ფიქრობთ, ხა როგორ მოვიდეს. გამოსავალს ეძებს ამ ყველაფრიდან, მეგობრებო, არ გეგონოთ რომ კარგათა, ისიც ძალიან ცუდათა, ნახეთ. უფალს ევედრება რომ რაიმე გამოსავალი დაანახოს, გზა დაანახოს. მეგობრებო, ეს ადამიანი ლოცულობდეს ეგება კიდეც. კი ბატონო, გეთანხმები. მაკა გეთანხმები. ხო. ძალიან მესაკუთრია ამბობს რომ არ დაგთმობთ. ეს ხშირად ამოდის სხვათა შორის. ძალიან მესაკუთრია და არ დაგთმობთ, მეგობრებო. არ ელოდოთ მისგან ესეთ ადვილად ჩაქნევას ხელის. ნუ აქამდე რა იყო არ ვიცი, მაგრამ ახლა ისეთი შემართებით ეს ადამიანი ეღონ მართლა ძალიან ევედრება უფალს. დაჩოქილი, მუხტად ჩოქილი, უფალს ევედრება. რა რაღაც გზა და გამოსავალი აჩვენოს. კარგით, მეგობრებო. რას მოიმოქმედებს? რა იქნება მისი მოქმედება? ო, აბატონო. მოქმედება მისი? ხედავთ ხო, რაც აწერია. ქორწინება ნიშნება აგერ განახლებული ურთიერთობა, რომელიც მიდის ნიშნობამდე და ქორწინებამდე. მისი მოქმედება. ეს კარტი რატომაა მობრუნებული, არ ვიცი. ერთადერთი კარტი, რომელიც არის ამობრუნებული, მეგობრებო. ხედავთ ხო? აი მეგობრებო, დღეს კარტი არ ამომიბრუნებია და ეს რატომ ამოვიდა, ასე არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე უნდა ყოფილიყო. ეს ადამიანი აქამდე უმოძრაოდ თუ იყო და არ ფიქრობდა და არ აკეთებდა არაფერს, ეხლა ელოდეთ მისგან გამოსავალს. კი ბატონო, აქტიურობას ელოდეთ მისგან სიყვარულს, ემოციას, მოსვლას, მოახლოებას. ხო, მოახლოებას, მეგობრებო, მოახლოებას, სამართლიანობა იზეიმებს. ხო. სამართლიანობამ უნდა იზეიმოსო. ამბობს თვითონ, არ ვიცი, თუმცა თქვენ სტაბილურად ხართ. აი რა ვქნა მეგობრებო, მითხარით, რა გავაკეთო, მითხარით. რა გავაკეთო, მითხარით. მოდი ესე ვიტყვი ახლა მე აქ რა შტაბეჭდილებაც მჩება ამ 4 კარტზე. თქვენ მიიღებთ იმას, რასაც ელოდებოდით აქამდე. მაგრამ მაინც დავამატებ, თქვენი გადასაწყვეტი იქნება, გინდათ თუ აღარ გინდათ უკვე. ხო. მე არ ვიცი, მაგრამ სამართლიანობა, სრულყოფილება, თქვენი გადასაწყვეტია. ხო. თუმცა ეს ადამიანი ძალიან შეცვლილი დაბრუნდება, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია. გიღირთ იმ უბედურების დაგავიწყდებათ? თუ დაივიწყებთ? არ ვიცი. თუ დაივიწყებთ, არ ვიცი, მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ეს ამ ადამიანის დაბრუნება იქნება თქვენი გამარჯვება. ამ ადამიანის დაბრუნებით თქვენ დაიბრუნებთ თქვენს დაკარგულ ძალას, ენერგიას, თქვენს სამართლიანობა აღდგება, იმიტომ რომ თუ დაგამცირათ ამ ადამიანმა ოდესღაც, თუ არა და კი დაგამცირათ, ეხლა თვითონ უნდა დარჩეს დამცირებული. არა, ეს დასასრული არ არის, იმიტომ რომ პაუზა მოვიდა წეღან, უბრალოდ გაგცემ პასუხს. პაუზა არის ეს, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დაასრულოთ. რადგან ამ ადამიანის დაბრუნება იქნება თქვენი გამარჯვება.
ხო. მისი დაბრუნება იქნება თქვენი გამარჯვება. ხო. იცით რატომ იქ ამოვიდა რომ თქვენ არ გადადგით ნაბიჯი, თქვენი არაფრის კეთებამ გააკეთა ეს ყველაფერი. ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც საერთოდ ნაბიჯიც კი უკანაც კი არ მოუხედეთ რო იტყვიან. იმ შემთხვევაში, ხო. ყუილები. დანარჩენი იყო ტყუილები, მეგობრებო. ძალიან ბევრს იბრძოლებს ეს ადამიანი, მაგრამ მას ბევრთან არაფერი აღარ გამოუვა. ეს არის დასასრული. თქვენგან დასასრული, მისგან არა. ბევრი შემთხვევაში იქნება თქვენგან არის უკვე თქვენგან დასასრული. იქნება არა. უკვე არის თქვენგან დასასრული რა. აი ნახეთ. ხო. ამიტომ ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება. ეს ადამიანი მოვა კი, ნამდვილად მოვა და მოდის სიყვარულისთვის. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება ბოლომდე, რასაც ქვია, აი მეგობრებო. ბოლომდე, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია უკვე გინდათ, უკვე კიდევ გინდათ, თუ უკვე აღარ გინდათ. ქორწილიდან ნიშნობა იქნება თუ კი მოვა და მიიღებთ. თქვენ თუ კი მიიღებთ. თვითონ მოდის, მაგრამ თქვენ თუ კი მიიღებთ იმ შემთხვევაში. მაგრამ მე დავინახე აქ რომ ბევრი აღარ მიიღებს. მე ეს დავინახე. აგერ მორიელს აღარ უნდა მაგალითად. ხო მორიელ, ხო არ მართალი. ხო. კი ბატონო. ძალიან კაი. ქორწილი და ცეკვა დილამდე თუ გინდა შეგიძლია გააკეთო უპატარძლო ქორწილი ან მეფის გარეშე ქორწილი გადაიხადოთ, მეგობრებო? ხო და აგერ შევიკრიბოთ. ზოგი მეფეს გარეშე იქნება, ზოგი დედოფლის გარეშე იქნება და აღდგება ქორწილი. ვიქეიფოთ, რა პრობლემაა? ხო. სხვაც აღარ მინდა ესა უბედურებაო. მორიელმა თქვა, ის კი აღარა სხვაც აღარ მინდა უკვე ისეა საქმეო. ხო. მოკლედ მეგობრებო. ასწაულია, მაგრამ ასეა კი, ნუ რა ვქნათ? ეხლა მოდი ვნახოთ ჩვენი ასტრაბარათები რაც გვეტყვის. რას გვეტყვის? არა, ის უნდა მოვიდეს, ყოველ შემთხვევაში უნდა მოვიდეს. მეგობრებო და დარწმუნებული იყავით რომ მოვა. მოვა, მეგობრებო, გონიათ სად მეწავა, არსად არ წავა, აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ესე უნდა იყოს. ხო, დანარჩენი მე ჩვენ გადავწყვიტავთ. მივიღებთ თუ არა, ანუ თქვენ, მე რა მაქვს გადასაწყვეტი? მე არაფერი არ მაქვს გადასაწყვეტი, მეგობრებო. იგნორი რას ნიშნავს და რომ აღარ მიიღებთ, დაიგნორებთ, იმას ქვია იგნორი. წერილს რომ მოგწერს და რო არ უპასუხებთ. აი მე რო ვქენი მაგალითად წუხელ. გამომიგზავნა მეგობრობა და დავაიგნორე, ანუ არ მივიღე მეგობრობა. დავტოვე ისე როგორც იყო. ხო, და თავს რომ ახსენებს. აი ზუსტად, შიგადაშიგ მიქნებს ასე ხელს, აგერ ვარ, ანუ მიგზავნის მეგობრობას. იმას ქვია რომ აი აქ ვარ, არ მჭირდება. ხო და წამბძანდა მეგობრებო. იგნორი არ იკადრა და აიყარა მისი ხურჯინი და გაიარა და წავიდა. წამბძანდა. ხო, არა ბიჭოს, როგორია მისი სამართლიანობა ასტრაბარათებით? ხო, მეგობრებო, ნუ ეხა მისი სამართლიანობა როგორია, ჩემო ძვირფასებო და სასწაული. ეს ადამიანი არის ჯიუტი ჯილეხი, რაღაც ფორმიანი, ფორმასთან დაკავშირებული რაღაც საქმიანობა აქვს მას. ერთი წუთით ფორმასთან დაკავშირებული რაღაც საქმიანობა აქვს მას, მეგობრებო, ამიტომ ეს ადამიანი არის თითქოს რაღაც წესრიგის დამყარებელი. არ ვიცი, რასთან აქვს შეხება. შეიძლება იყოს მესაფლავე, სტიქაროსანი, მრევლი, მღვდელი, მილიცია, პოლიცია, გამომძიებელი, შეიძლება იყოს მუსიკოსი, შეიძლება ხო, ანუ ხვდებით რაღაც ფორმიანი. ჯილეხი მაგარი იყო, ხო. ჯინიანი ჯილეხი. კი ბატონო, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ჯიუტიც
მაგრამ იცით როგორი ხო? ნუ პოლიციელი მე მგონი ვთქვით. რაღაც ფორმიანი, მეგობრებო, რაღაც ფორმიანი ბარმენი, მენეჯერი, შეიძლება მეეზოვეც იყოს, ტაქსის მძღოლიც იყოს, რადგან რაღაცები ახატია, შეიძლება იყოს ტაქსის მძღოლიც. ნუ არ ვიცი. ხა, მეც ძალიან მიყვარხართ მე. კი, სამხედრო, კი ბატონო. ხო, ეს შეიძლება იყოს კიდე სამართალდამცავი, აი რაღაც მსგავსი, მეგობრებო, არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, ყველაფერი შეიძლება იყოს. მე ყვავილე შეიძლება იყოს, ყვავილები ყრია ძირში. ტვირთ გადამზიდი, წყალ გადამზიდი, მე პაჟარნის, მანქან. ხო, ადვოკატიც, კი ბატონო, მეგობრებო, ექიმი, ექთანი, რა ვიცი, ქირურგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, რა ვიცი, მეგობრებო, ვიცი, რა ვიცი. ხო. იმდენი რაცხა ჩამოვთვალე, რომელიღაცა დაემთხვეოდა. ხო, შეიძლება ჯარში იყოს. ნუ ვის რა და ვის რა, მეგობრებო. უბრალოდ ამ კაცს აქვს ესეთი ძალიან მრავალფუნქციური დახასიათება. ამავე დროს, მეგობრებო, ხო? ჯიუტი, ჯინიანი ჯილეხი და ერთი უბედური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს. ეს არის ამ ყველაფერთან ერთად უბედური, გაუბედურებული ადამიანი. ხო, მანქანას ნუ ახსენებ, მე არავისთან მივდივარო. მორიელ, შენ ყველაფერი შენ თავზე კი არ მიიღო ძამა. ხა. ასე რომ, ჩემო კარგებო, ესეთია ეს დანიშნულების კარტი და უბედურია, ეს ადამიანი ძალიან გაუბედურებულია. ეს შეიძლება იყოს ექთანით შეიძლება იყოს მეგობრებო ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებს ესეც შეიძლება იყოს რაღაც საბუთებთან შეიძლება კონდეს საქმე საბუთებთანაც შეიძლება კონდეს საქმე ამ ადამიანს თუმცა ძალიან ესეთი კი უბედური გაუბედურებული ადამიანი არის ეს ბოლოს ესეთი აღწერა აქ ამ კარტს რომ არის გაუბედურებული ადამიანი კარგით ბატონო დამღალა უკვე ამ უბედურმა უკვე დამღალა მეგობრებო თავი ამატკინა უკვე ოღონ მართლა ხა ძალიანაც კარგი როგორია მისი სამართლიანობა აი რა სურს ამ ადამიანს რა სამართალდამცავიო თქვით ამის სამართლიანობის რა ვთქვა მეგობრებო მე ხო კიდევ ეს არის ჩემო ძვირფასებო ის რომ გულწრფელობა ამ ადამიანს უნდა ძალიან თქვენთან გულწრფელობა ანუ უნდა რომ იყოს გულწრფელი ხა რამდენად გამოზდიც მე არ ვიცი თქვენთან მიმართებაში მაგრამ ძალიან უნდა რომ იყოს გულწრფელი არ დამაყაროთ ეხლა მე არ დამაყაროთ ხო თუმცა ხედავთ ეხლა დაბნეულობას აქვს ადგილი წიგნი და ფურცელი ერვეული აგერ აქვს და პასტა ეგერ აქვს აზერ ბალზეა და ტყემალს ჭამს მეგობრებო გამბედაობა ამ ადამიანს გამბედაობა აკლია მოდი ასე ვიტყოდი ამ ადამიანს ძალიან აკლია გამბედაობა ის რომ აი ხო ვერა აი შიშხათი არა აქვს აი როგორ იტყოდნენ ადრე ადამიანები ძველი ხალხი როგორ იტყოდა მეგობრებო მარილი აკლია შიშხათი აკლიაო კიდევ რაო გამბედაობას მოიკრიბავს ძალიან ნიჭიერია მინდა გითხრათ უნიჭიერესი ადამიანია არ გეგონოთ უნიჭო ძალიან ნიჭიერია და ძალიან აი ქვემოდან როგორი კარტია მაგი ეს ადამიანი არის თავისი ცხოვრების ბატონ პატრონი ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამე შეუძლია თვითონ ასე თulis მეგობრებო ხო მე არ ვიცი ხო თვითონ ასე ადამარია ხო თვითონ ასე თulis რომ აქვს ეს ნიჭი და ეს შიშხათი აქვს ნუ რა ვქნათ მაგი ძალიან დამაბნია ხა ამ ადამიანის ბედიღბალმა დამწვარი ბედის ყოფილა იგი მოკლედ ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი არ ვიცი მაგრამ ამ ადამიანს ძალიან აქვს ამ ორი კარტიდან თუ ვიმსჯელებთ
ნიჭი აქვს არაცნობიერობის, მეგობრებო. ეს ადამიანი თითქოს ფსიქოლოგიაში თუ ტაროლოგიაში თუ რაღაცაში ძალიან კარგად ერკვევა. ამ ადამიანს ძალიან დიდი ნიჭი აქვს არაცნობიერთან. თქვენ არ გეგონოთ ეს ადამიანი ესე ბოდიში და ხელწამოსაკრავიო. თვითონ ამბობს ამას, მეგობრებო. მე არ ვიცი. ხო. ყოვლის შემძლეთ აღიქვამს თავის თავს. აი ნახეთ უბრალოდ ამ ორი კარტით. ეს არის მაგი და ეს არის ტალანტი, უნიჭიერესი ადამიანი. აი ნახეთ ორბიტასთან და რაღაცებთან რო აი მეგობრობს. მოდი ასე ვიტყვი. ამ ადამიანს შეხება აქვს ტაროლოგიასთან. მე არ ვიცი როგორი შეხება აქვს, მაგრამ აქვს. შეიძლება დადიოდეს ისიც მკითხავებთან და ესე გაშლებს უყურებდეს. უყურებს? პითაგორა. კი, მეგობრებო. ეს ადამიანიც უყურებს კარტებს. მინდა გითხრათ, მისი სამართლიანობა. ხო, მეგობრებო, აი ბუ არის მაგის თქმელი ზუსტად. ეს ადამიანი გაშლებსაც აკეთებს, პირად გაშლებსაც აკეთებს, ფულსაც იხდის. მეგობრებო, გამორიცხული არა, ზუსტად ასეა, რომ ეს ადამიანი ფულსაც იხდის ამაში. რომ გამოიკვლიოს თავისი ცხოვრება. მსგავსი იყო წინა გაშლაში. კი ბატონო. ხო, ფულსაც იხდის მეგობრებო. ამ ყველაფერში ფულსაც იხდის. კი ბატონო და კიდევ ერთი კარტი. მოკლედ მისი სამართლიანობა. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ თავისი ცხოვრება გაიუმჯობესოს და მეგობრებო, აი რაც ვთქვი ახლა, ამ ყველაფრიდან ეს ადამიანი დარჩენილია მარტო, ამ ადამიანს არავინ აღარ ჰყავს გვერდით, მის გვერდით არავინ აღარ არის. ამ ადამიანის გვერდით არავინ აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იქ ამოვიდა ტრანსფორმაცია და ყველას წასვლა მისი ცხოვრებიდან, ამიტომ ამ ადამიანის ცხოვრებაში არავინ აღარ არის უკვე, ან ძალიან მალე აღარავინ აღარ იქნება, ეხა უბრალოდ მე არ ვიცი. ხო? ამიტომ გეუბნებით რომ დადის ტაროლოგებთან, ამაში ფულს იხდის და იკვლევს თავის ცხოვრებას თუ როგორ გამოასწოროს. ხო. იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ მიაჩნია უკვე თავისი ცხოვრება, რატომ მოხდა ასე, როგორ შეიძლებოდა ასე, ამიტომ აინტერესებს ამ ადამიანს, ქვემოდან ნახეთ ბინოკლი. ამ ადამიანს ყველაფერი აინტერესებს მისი ცხოვრება, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. ამიტომ დადის ტაროლოგებთან და იკვლევს თავის ცხოვრებას თუ რა ხდება. ეს ჯერაც ვერ მიმხდარა რა ხდება და რა მოხდა. საცოდავი უბედური მისი დღე. ეს რომ გონს მოეგება მეგობრებო, მე რამდენი საუკუნე იქნება არ ვიცი. ხო. ასე რომ ვერ გეტყვით დანარჩენს. დანარჩენს ვერ გეტყვით, ერთადერთი ელოდეთ მისგან მოსვლას, მოახლოებას, ნაბიჯებს ელოდეთ მისგან. დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ აღარ გინდათ უკვე ამ ადამიანის დაბრუნება. კი ბატონო. მე მყავს უკვე შვილიშვილები მორგანა. შვილიშვილები მყავს მორგანა. ხო, მეგობრებო. კი, მეგობრებო, შვილიშვილები მყავს უკვე. პატარა ასაკის არ ვარ, მაგრამ ასაკი მხოლოდ რიცხვებია ჩემთვის. ხო. თავის ნაშაულზე თვითონ მაიგნორებსო. დაანებეთ მეგობრებო, არ მიაქციოთ ყურადღება. მყავს აბა? აბა რა, მყავს მეგობრებო. მყავს, შვილიშვილები მყავს. ზუსტადაც. მერთმა ყველას გიმრავლოთ, გიხაროთ და გიბედნიეროთ. გამრავლოთ უფალმა. გამარჯობათ. მოგესალმებით. ახალი ვარ, წელიწადი კი ნაღამ 2 წელია. რა ვიცი, ახალი ვარ ახალი. კი, ვარ ახალი. გეთანხმები, თქვენც ასევე გაიხარეთ ნინი, უღმესი მადლობა.
ცეკვა გინდაო? დავაი, მე ანა მარია, რა პრობლემაა? დამირეკე ვიცეკვოთ ერთად, ანა მარია. ხა. ჩართვას გიგზავნითო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, გაიხარეთ, ყოფილიყავით დალოცვილები უფლიდან, უფლის წყალობა გქონოდეთ ყოველთვის. ყოველი დღე ყოფილიყოს თქვენთვის ბედნიერების მომტანი და წარმატების. თქვენ გულს რომ გაუხარდება, ისე ყოფილიყავით მეგობრებო, მტრის ჯინზე, გაიცინეთ, გაიხარეთ, იყავით ბედნიერები, იყავით დღეგრძელები. კი, ანა მარია, ნამდვილად მასეა. მეც იგივეს ვიტყოდი. ყველაფრის და მიუხედავად, ყველანაირი ტკივილის და მიუხედავად, მეგობრებო, ვაგრძელებ ცხოვრებას და მიხარია ის ცხოვრება, რაც მაქვს. რა ვქნათ? ნუ რას ვიზამთ? ხო? აი მე ვამბობ იმას, რომ რა გავაკეთო? თავი მოვიკლა? არ მოვიკლავ თავს. ვაგრძელებ ცხოვრებას, ასე რომ ასევე თქვენს. წარმატებული და ბედნიერი დღე. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, კარგად ვართ. მოგიკითხავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას. ბედნიერი დღე და წარმატებები გქონოდეთ ყოველთვის, ასე რომ უფლის იმედით, რა თქმა უნდა, გაიხარეთ. გავიქეც მეგობრებო ეხლა. წავედი მე. ბედნიერი დღე ყველას და გელოდებით კომენტარებში. გაიხარე. რას ამბობ? 5 შვილი მყავს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავს მშვენივრად გრძნობ. ყოჩახ, ანა მარია, ღმერთმა გამრავლოთ, მეგობრებო. 5 არ მყავს, მაგრამ 2 მყავს. 2 მყავს, მეგობრებო. მოკლედ წავედი მეგობრებო და ავტვირთავ YouTube-ზე და გელოდებით კომენტარებში. დიდი მადლობა ყველას. ბედნიერი დღე თქვენ. აბა გელოდებით.